რამდენიმე შეხვედრა გაიმართა დღეს ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგატებთან. ისინი თავდაპირველად შეხვდნენ შალვა პაპუაშვილს და შემდგომ ცალ-ცალკე შეხვედრები გაიმართა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარესთან, დეპუტატებთან, რომლებიც საგარეო მიმართულებით მუშაობენ პარლამენტში და მხოლოდ ეს ინფორმაცია გვარწმუნებს, რომ დელეგატების ინტერესი იყო ყველა ის მიმართულება, რაც პრობლემურია ქართულ ოცნებასთან მიმართებაში. მათ ინტერესი ჰქონდათ რეპრესიულ კანონებზე, რომელიც კომიტეტმა დაამტკიცა და ხელისუფლების საგარეო პოლიტიკაზე, ევროინტეგრაციის პროცესის შეჩერებაზე. დაგეგმილზე დიდხანს გაგრძელდა შეხვედრა შალვა პაპუაშვილთან, შემდგომ პარლამენტის თავმჯდომარემ პოსტი გამოაქვეყნა სოციალურ ქსელში, მას მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებია თუ რატომ გახანგრძლივდა ეს შეხვედრა, თუმცა მისი პოსტიც და ის კომენტარებიც, რომელიც გაკეთდა მედიასთან, გვარწმუნებს, რომ ისინი სვამდნენ კითხვებს და მოითხოვდნენ ქართული ოცნების წარმომადგენლების მხრიდან პასუხებს. როგორც ჩვენ ქართული ოცნება გვეუბნება, მათ ჰქონდათ ყველა მთავარ თემებზე მათი არგუმენტი და ასევე მათ გამოთქვეს იმედი, რომ ეს არგუმენტები იქნება გათვალისწინებული იმ შეფასებაში, რომელსაც სავარაუდოდ გამოაქვეყნებს უკვე ამ ვიზიტის დასრულების შემდეგ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაცია და შეაფასებს ყველა პრობლემურ საკითხს. თუმცა დღეს ასევე საინტერესო არის ის, რომ დეპუტატები საუბრობდნენ იმის შესახებ, რომ დელეგაციას არ დაუგმია 4 ოქტომბრის მოვლენები, რაც მათი მხრიდან არის აღქმული ამ მოვლენების მხარდაჭერად. არჩევნებზე საქართველოში მიღებულ კანონმდებლობასთან დაკავშირებით შეინარჩუნეს დუმილის უფლება, იმ გაგებით, რომ მათი გადმოსახედიდან ისინი ამ ვიზიტის ფარგლებში არ აპირებდნენ რაღაც დამატებითი შეფასებების გაკეთებას. მათგან ერთადერთი, რასაც ვითხოვთ, არის ის, რომ საბოლოო ანგარიში იქნება კიდევ თუ რაღაც სხვა ფორმით გამოხატული ამ ვიზიტის შედეგები. ამ შედეგებში იქნება ასახული სამართლიანად მათ შორის ჩვენი პოზიციებიც და რაც მთავარია, საბოლოო ჯამში ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ზოგიერთი წარმომადგენლის მხრიდან დასრულდება ის უსამართლო მიდგომა, პოლიტიკურად მოტივირებული განცხადებები, რაც ჩვენ მოვისმინეთ აქამდე და გადაწყვეტილების მიღებისას, პოლიტიკური განცხადების გაკეთებისას ყველა დაეფუძნება ფაქტებს და არა ბრალდებებს და შეხედულებებს. ჩვენ ვისაუბრეთ მათ შორის ჩვენ საკონსტიტუციო სარჩელზე, რას ეფუძნება ეს საკონსტიტუციო სარჩელი, რაც შეეხება პასეში მონაწილეობას, ჩვენ მზად ვართ ნებისმიერ წამს, თავიდან ხელახლა ჩავერთოთ საპარლამენტო ასამბლეაში, ნებისმიერ წამს, მას შემდეგ, რაც ის უსაფუძვლო ეგრეთ წოდებული პირობები, მათ შორის ახალ არჩევნებთან დაკავშირებით იქნება უკან წაღებული. ჩვენ არაფერს არ ვითხოვთ განსაკუთრებულს, ვიდრე ეს არის ფუძემდებლური პრინციპები ნებისმიერი ევროპული და დემოკრატიული ქვეყნისათვის. ეს არის სწორი შეფასება, არსებული ვითარებასთან დაკავშირებით ობიექტური განცხადებების გაკეთება, ობიექტური დასკვნების გაკეთება. წუხაროდ შეხვედრის დროს ვერცმე მოვისმინე კონკრეტული შეფასება 4 ოქტომბერთან დაკავშირებით, რაც ძალიან გულდასაწყვეტია რბილად რომ თქვათ და ეს სიჩუმე უფრო ხმამაღალია ვიდრე ის ნებისმიერი განცხადება, რომელიც შეიძლება გაკეთებული ყოფილიყო. რაც ძალიან გულდასაწყვეტია პირიქით, როდესაც სიჩუმეა ქვეყნის მოქმედი ხელისუფლების ძალადობრივი გზით დამხობასთან დაკავშირებით, როდესაც თავდასხმა ხდება საქართველოს პრეზიდენტის სასახლეზე და ამის შეფასებისგან და დაგმობისგან თავს იკავებენ შესაბამისი პირები, არის რბილად რომ თქვათ გულდასაწყვეტი და შესაძლებელია ეს განხილულიც კი იქნეს, როგორც მხარდაჭერა და წახალისებაც კი. ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეას ამ დრომდე ბევრჯერ გაუკრიტიკებია ქართული ოცნება, მისი პოლიტიკა, რეზოლუციებით თუ განცხადებებით მათ შეუნიშნავთ ქვეყანაში დემოკრატიული უკუსვლა, ამიტომ ჩვენ მათი განცხადებებიდან გამომდინარე შეგვიძლია ვივარაუდოთ მათი განწყობები და დამოკიდებულება ქართული ოცნების მიმართ და ასევე შეგვიძლია ვივარაუდოთ და წარმოვიდგინოთ, როგორ შეიძლებოდა გაგრძელებულიყო საუბარი შალვა პაპუაშვილთან, რომელიც საგეგმილზე დიდხანს გაგრძელდა. დღეს ჩვენ ვერ მივიღეთ ჯერჯერობით დეპუტატებისგან პასუხი, მოახერხეს თუ არა ამ საუბრების დროს პარტნიორების დარწმუნება საკუთარი პოზიციის სიმართლეში და როგორ ანგარიშს ელოდებიან ისინი იმ შემთხვევაში თუ კი დელეგაციის ანგარიში ისევ იქნება კრიტიკული ქართული ოცნების მიმართ, შემდგომ იტყვის თუ არა საპარლამენტო უმრავლესობა, რომ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა ექვემდებარება deep state-ის გავლენას, რაც ამ დრომდე არაერთხელ უთქვამთ სხვა პარტნიორებთან მიმართებაში. რაც შეეხება დელეგაციის ვიზიტს
ვიზიტს. ისინი შეხვდნენ სხვა მონაწილე პირებს ამ პროცესში, ოპოზიციურ პარტიებს, საპარლამენტოს და ბოიკოტში იმყოფებს, ასევე ჰქონდათ მათ საუბარი არასამთავრობო ორგანიზაციებთან და როგორც ჩვენთვის იყო ცნობილი, მათ ასევე ჰქონდათ სურვილი, რომ გასაუბრებოდნენ ციხეში დაპატიმრებულ პოლიტიკოსებს, თუმცა ჯერჯერობით ჩვენ დღეს ოცნებისგან ვერ მივიღეთ პასუხი, დართო თუ არა ქართულმა ოცნებამ ამის ნება თბილისში ჩამოსულ დელეგაციას.